დილამ შვიდობისა მეგობრებო, როგორ ახართ? გამოვედი აივანზე, ცოტა ჩავყლაპოთ სუფთა ჰაერი, მაგრამ სუფთა ჰაერის რა გითხრათ? თვალები მაქვს დასიებული, არა ბევრი ძილის გამო, არ ვიცი რატომ. არ ამშავს. არ არის ძალიან დილა, 9 საათი, 9 ხდება უფრო სწორად. მაგრამ რაღაცნაირი ამინდია. ხრუბელია, არ წვიმს, მაგრამ გესმით ტეტების ხმა? აქ ჩემთან ცხოვრობენ. ასე არიან ხუღუნები და ხუღუნები. გუში რომ გეუბნებოდით, მეგობრებო, რომ რა სტორი შემოასხეს მეთქი და თხოვე რომ თუ რამე საშუალება გაქვთ თქვენ თვითონ ჩამორეცხეთ, რომ მე აქედან ვერაფერს ვერ გავაკეთებ მეთქი. კიო დამპირდნენ, მაგრამ დატოვეს და წავედი. მე იმ წვიმაში წვიმდა, მე მაგრა გაწვიმდა და იმ წვიმაში გამოვედი და ჩემ აივანზე შიგნიდან როგორც შემეძლო ჩამოვრეცხე, მაგრამ ვერ დამინახია, რომ სველი რომ ადაწვიმასვენებს, ვერ დამინახია და ეხლა გაჩვენებთ რა დღეში ვარ და რა მდგომარეობაში. ნახეთ. ნახეთ. აქ კიდე ნახეთ. და ეს ვერ დამინახია იმ წვიმაში, სველდებოდა აქ სულ. აქ სულ იყო, აქამდეც იყო, სულ ასე აქამდე იყო შემოსული. რაც გადავრეცხი, მაგრამ იმ წვიმაში მე რას ვიზამდი სხვას და ჯანდაბას ამას მოუხსნი, ეს რაცა მიკრო მოუხსნი და მაინც მოსახსნელი და გასაკეთებელი იყო და ამას მაგრამ ამ რასტურს რა მოაშორებს? ეხლა მოშორდება? მაინც საკეთებელი მქონდა ეს აივანი და წელს კი მქონდა ზაფხულში გეგმაში რაღაც, მაგრამ ამ რასტურს რა ეშველება არ ვიცი. ცდი იყო ვერ შემთხვევაში და გუში რომ იმ წვიმაში ვიდექი აქ და რეცხავდი, ეთყობა ცოტაც გავცივდი და რა ასე ხომ არ შეიძლება სხვა ზიანი მიაყენო და მე მიიხურო კარები და წახვიდე. თან არ ვარიზდები, ახლა გამოვარდნილიყავი და ჩხუბი დამეწყო. თხოვე ადამიანურად, თხოვოთ მეთქი, ჩამორეცხეთ, ასე არ დატოვოთ, გეხვეწებით, მე ვერაფერს ვერ გავაკეთებ იქედან მე. არ გაიგონეს. ხავე ჩხუბო და ამისთვის კივილი და წივილი ავტეხო, ჯერ თვითონ არც მახასიათებს ასეთი რამე. არ არის მაგრამ სწორი. ხო, კაი, რაც არის. ამის გამო ახლა ნერვები არ აღიშალოთ, ხასიათი არ გავიფუჭოთ. ვიზამ რამეს. ჩავწერ ვიდეოს და მე მოვუტრიალდები ამას და გავრეცხავ და გავხეხავ, რა უყო. აი შევიდეთ შიგნით, თორემ აქ უკვე იწყება ხმაური. კარგით. შევეშვები ამ თემას, კარგად დაგთქუნავთ ეხლა თქვენც. რაც არის. ჩემი პრობლემაა და რაღაცას ვიზამ და მოვაგვარებ. მეგობრებო, თქვენ როგორ ხართ? ხომ ხართ? კარგ ხასიათზე, კარგ განწყობაზე, უნდა ვიყოთ ყველა, რა თქმა უნდა. დღევანდელი ჩემი გეგმები, მეგობრებო, არაფერი არ მაქვს. ჯერ ასე უცებ დაგეგმილი, წამლები მაქვს საყიდელი, ხალხილებლად უნდა ჩავიდი აფთიაქში, დღეს საღამოს წამალი უკვე აღარ მაქვს. მერე სადილიც მაქვს მოსაფიქრებელი და გასაკეთებელი, არ ვიცი, ვნახოთ რას მოვიფიქრებ. თუ მოვიფიქრე რამე ისეთი, თქვენს ერთად გავაკეთებ, რა თქმა უნდა. დილას კიდე არ მაქვს დღეს დილას რამე გასაკეთებელი, მოცვი. შევჭამა. ხილი მიყვარს.
ყველანაირ ხილს ჭამ. საფხული მაგის გამო მიყვარს, რომ ყველაფერი რომ შემოდის და ყველაფერს რომ ჭამ. თან როგორ ვარ საფხულში საჭმელი არ მინდა. ხილი, წვენი და სალათა. ჯერ საზამთრო არ მიჭამია. იმ კახურს ველოდებით, კახურს საზამთროს სხვა გემოაქვს და ეს აზერბაიჯანულიც არის, მაგრამ რა ვიცი. მოიტანს მე და საზამთროს რომ ჩავაცივებთ და ვჭამ, მას გემრიელად მე მგონი ზაფხულში ვერაფერს ვერ ვჭამ. შემიძლია დღეში 3-ჯერ 4-ჯერ ვჭამ. მნიშვნელოვანი საქმე წამლების ყიდვის გარდა და თქვენთან მისთვის გარდა დღეს არ მაქვს, მაგრამ ჯერ დილაა. ნახოთ. ხო. გუშინ 1 საათით გავედი, 1 საათი კი არა, 1-2 საათით გავედი, ჩემს ძალს რომ დივნის ყიდვა უნდა ვარჩევთ, ყველა მაღაზიებში დავდივართ. ამასაც ჩაგიგდებთ, მე პატარა რაღაც გადავიღე. ძალიან ძვირია, მეგობრებო. ზოგჯერ ისეთი კარგი მდივნებია, ისეთი სავარწლებია, ну რა ვიცი, ისეთი ფასებში დებს, რომ ცოტას ნახულობს სად არის, რომ მეც მინდა მაგიდა და სკამები იქნება მოვახერხო და ვიყიდო მეთქიან სამზარეულოსთვის და მეც ვაკონტროლებ, იქაც ნახულობ ფასებს და აქ Facebook-საც რომ ყვება, იმასაც ვუყურებ და ძირითადად უფრო თბილისშია ეს შვენიერ ფასებში და ხელმისაწვდომი ფასია ვიდრე ჩვენთან. კი, ახლა ჩვენთანაც არის დაბალ ფასებში უხარისხო და რაღაც ისეთი. გუშინ ფასებს ვუყურებ, ხო? თითქმის სადაც შევდივარ, გაჩვენებთ თქვენ. და გუშინ რომ კიდე ფასები ვნახე, არ ვიცი რა. არ ვიცი. რა ვიცი, ახლა შეიძლება ვიღაცისთვის არ არის ძვირი, მაგრამ მე რომ ვუყურებ, ჩემთვის ძვირია. 300 ლარი ერთი სკამი, სამზარეულოსი 200 ლარი და რომ თქვა რომ ვაიმე ისეთი კარგია, 4 სკამი რომ იყიდო, 1200 ლარი უნდა 4 სკამს. და ერთი კაი მაგიდას კიდე სათხა 3000 ლარი გინდა რომ ხუხნის სამზარეულოს პატარა მაგიდა და 4 სკამი იყიდო. რომ იტყვი რომ ეს კაია, მომეწონა და ხოდა ეს დივნებზე რომ დადის ჩემი ძალი, მის ფასები აღარ მოვიკითხოთ. 6000, 7000, 5000-ში ნახეთ რაღაც და ესეც რომ ჩინური არისო, კაიაო, ვიქრეს, მაგრამ რა ვიცი, დააყოლა, მაინც რომ ჩინურიაო. ერთი მოგვეწონა, ძალიან მაგარი იყო, მართლა მაგარი იყო, შეხედვით და ვიზუალითაც და ხარისხითაც და ყველაფრით 11000 რაღაცა ეწერა არ მახსოვს და არ იყო თან დიდი. გასაგებია ყველაფერი, რომ არის ესო ამერიკული სტილები არისო, ესო ევროპული ხარისხის არის, ევროპული ხარისხის არისო და ხომიცით ევროპულებს მაინც ასეთი ფასი აქვთ. გასაგებია. კი, ჩინური აფია, მე ხო ჩინურის არ არის, 5000 აი აფია, 6000-მდე. აქ ადგილზე დამზადებულებიც არის მართლა 2000-შიც იყიდი, მაგრამ შეიძლება 3 წელიწად გაგიწევს. ხო და სულ ეხლა სულ რომ ლაპარაკობ და ძვირია ვამბობ ყველაფერზე ძვირია, შეიძლება სხვანაირად გესმოდეთ სულ ამ ფასებზე რატომ ლაპარაკობ ხო და დღეს ყველაფერი ძვირია და აბა იაფი რა უნდა იყოსო, მაგრამ რა არის იცით ხო? რამდენი უნდა გქონდეს ხელფასი, რომ ის რაც შენთვის
მოსაწონი, ხარისხიანი და გამძლეა, შეწვდა იმას და იყიდო. ამას ვამბობ და ძვირია მეთქი, თორემ ვიყიდი 200 ლარიანს და მოვიტან და დავდებ. სულაც არ არის პრობლემა, მაგას კი შევწვდები 1000 ლარამდე შევწვდები და მოვიტან და დავდებ მაგიდას და სკამებს, მაგრამ ვიცი რომ იმას 2 წელიწადში უკვე ვეღარ მოიხმარდა გადასაგდები დარჩება. ამას ვამბობ და ძვირია მეთქი, რომ ვერ დავხარჯავ მე ახლას 2000 და 3004 სკამში და პატარა მაგიდაში, ასეთ მრგვალ პატარა მაგიდას ვამბობ. მაგიტომ ვამბობ, რომ ვერ შევწდები მეთქი, თორე ვიღაცისთვის შეიძლება სულ არაა ძვირი და იმ 11000-საც აძლევენ დივანში, ხო? რომ არ იყიდებოდეს, არ იქნება. ჩემთვის ძვირია და ვიღაცისთვის შეიძლება არ იყოს. ხო და ვისაც აქვს ერთმა ხელი მოუვართოს. მე იმას არ ვამბობ, რატომ ეს თასები და რატომ არის დაღური და ეს რა არის და ის რა, ამას არ ვამბობ. უბრალოდ ვამბობ, რომ არ არის. რაღაც მომიდა ტელეფონში. ხო, არ არის ეს 11000 ისე სანახავი, ისე ადვილი სანახავი არ არის, რომ 11000 ერთ დივანში მისცე და სხვა რამეც გაქვს აყიდი და სხვა რამეები გაქვს კიდე მოსაგვარებელი ადამიანს ოჯახში. ამას ვამბობ, თორე ღმერთმა ხელი მოუმართოს ყველას, ვისაც აქვს და ვინც შეწდება და საუკეთესო შეაძენიოს ღმერთმა. არავისი არაფერი არ შორს, მეგობრებო, მართლა, ოღონდაც მართლა. ვინც ყიდულობს კარგს, თქვათ, ვინც ცხოვრობს კარგად, ვინც არავისი არ შორს. იმან შრომით მიაღწია იმას და როგორ შეიძლება ადამიანის რამე შეგშურდეს და იყო დაბუღმელი. მე ვიცი, ბევრი ადამიანი, ეხლა არ ვიტყვი, არ დავასახელებ, დაბუღმელი ადამიანები და შურით გასიებული ადამიანები მიტყვია, რომ საკუთარ თავსაც ვეღარ ცნობენ, ისეთ დღეში არიან, რომ სხვას რატომ აქვს, სხვა რატომ იყიდა, იმან რატომ გააკეთა, იმან რატომ შეძლო ის და მე ვერა და მე ვერ იშრომე და გააკეთე და შეძელი. მე რომ ვერ შევძელი, რაც მაქვს, იმას ვყიდულობ და იმას ვაკეთებ და რაც შემიძლია იმას. თქვათ, და სხვისი რატომ უნდა შემშურდეს, ეს ჩემამდე არ დადის. არასოდეს. არავისი არაფერი არ შემშურებია. ცხოვრობთ იმით, რაც გვაქვს და არ ვახებ ფართოდ თვალებს, რომ ვუი ეხლა იმას რა უქნია, მანქანა უყიდია, იმას თქვათ ჭახი გამოუცლია და ძვირფასი დაუკიდია და მე რატომ არა და ვაიმე და ეს და მე ბევრი ოჯახი ვიცი კიდე, რომ ქმარს მიადგება, რას ქვია, იმან იყიდა და შენ რატომ ვერ მიაღწია მას და ვერ იყიდე და ღმერთს მადლობა, არაფერი არ მაკლია, ყველაფერი თავის ადგილას არის. მე უბრალოდ სიძვირეზე მოვყევი, თორემ ვინმესი რამე შემშურდეს და რა მე რა როგორიც საშუალება მექნება და როგორსაც ვიყიდი, იმას დავდებ და ის მექნება და სადამდე მეყოფა, თორემ შურით და დოღმით. მაგრამ ვიცი ისეთი ადამიანები, რომ ასეთი შურით ცხოვრება მოიწყეს. რატომ ვალებს დაიდებდნენ და სხვამ რომ იყიდა, იმასაც ის უნდოდა. ასეთი ადამიანები ვიცი, თან კარგად ვიცნო, რომ ვინმეს ერთი მაისური რომ ეყიდა, იმას ეძებდა წასული მთელი დღე, რომ ის მაისური მასაც რომ დოდა. და მთელი დღე იმას ეძებდა. ან ვინმე რა ქვია, ღამის ნათება, ნაჩნიკი რომ ვიძახი. იყიდა, არა, ზუსტად ისეთი უნდა და წასული იმას ეძებს, რომ მილიონნაირია და მილიონში მანდამეც ის უნდა, იმიტომ რომ ის მეზობელმა იყიდა და მასაც უნდა. ასე არასოდეს არ მიცხოვრია და პირიქით გაკვირვებული ვარ ასეთი ადამიანების. როგორ შეიძლება?
შენი გემოვნება შენ გაქვს და შენაც გინდა და რაც მოწონს ის იყიდე და სხვას რაც მოწონს იმას ყიდულობს რა იმას რომ მოწონს იმიტომ უნდა ვიყიდო თუ იმან რომ იყიდა არა მეც გინდა უნდა ვიყიდო არა არასოდეს არასოდეს მართლა ალალიგულით ვამბობ ამასაკამდე ისე მოვედი რომ ვინმესთვის არც მიგზნობია რა უნდა საიდან უნდა მეგზნო როცა მე არ ვარ შინაგანადაზეთი და არც არასოდეს ოჯახში მსგავსი არ მithქმია არც ქმართან და არც ვინმესთან რომ ხედავთ იმ არ აქნა იყიდა პირიქით მიხარია სხვა რომ ყიდულობს მიხარია ჩემი შინაური თუ რამეს მოიმატებს ეს ხომ მთლად კარგად შინაური რამ გაყო ჩემი და ჩემი შინაურის უფრო მიხარია უფრო გახარებული ვარ გინდ სამეზობლოში და გინდ ყველგან რატომ უნდა მწყინდეს ასეთი ადამიანების ძალიან მიყვეს იშრომე მიაღწიე როგორც იმან მიაღწია და შენც გქონდეს ის მაგრამ არა ზუსტად ის რაც იმან იყიდა მეზობელმა და შენც რომ ის გინდა არ ვიცი ხო საიდან დავიწყე და გუშინ გავედი მეთქი იქ მე ისე მოგვიწია მეორე ქუჩაზე გადასვლა და ბათუმის სტადიონთან მომიწია გავლა საფეხბურთის სტადიონს იქ გადავიღე იმასაც ჩავაგდებ ბოლოს გაჩვენებთ და ხო და იქ თან ვამბობ რომ ამ სტადიონზე ნამყოფი არ ვარ მეთქი მართლა არ ვარ ამ სტადიონზე ნამყოფი მაგრამ ადრე აქ ბათუმში ძველი სტადიონი რომ იყო მოედანი ერთხელ მაშინ ხელვაჩავში ვცხოვრობთ და არის ასეთი ზაფხული უფრო შუა ზაფხული და ბავშვები პატარა მყავს და მინდა ზღვაზე წამოსვლა და ჩემ ქმარს დაურეკე აქ ბაზარში მუშაობს და დაურეკე და ვუთხარი რომ გეხვეწები მეთქი დაურეკე კი არა დავაბარე მე მგონი არა ხო დაურეკე თუ გეხვეწები მეთქი დღეს ზღვაზე წავიდეთ წამოდი შენც მეთქი მარტო ამ ორი ბავშვით ვერ წამო და შენც წამოდი და გავიდეთ მეთქი საღამოს რომ მორჩები შენ საქმის მეთქი ზაფხულში ხა 10-მდე არ ღამდება და 11-მდე და კიო ჩამოდიო და გავიდეთ მე მოსაღამო და ვიცი ახლა 1 საათში უნდა დაამთავროს მუშაობა და ჩავიყვანე ჩემი ბავშვები და მივაკითხე და უიო დღესო ფეხბურთი არისო მეოთხე აგერ ჩემი თანამშრომელია ჩემი მეგობარიო მივალთო ფეხბურთზე და დღესო ვერ წამოვალ აბა მე ვთხარი რაღაცომ ჩამომიყვანე მაშინ ამ ხელაგზა მე მარტო მაინც ვერ წავალ და აბა რა ვქნა ახლა წავალ მაშინ სახლში მე წამოდიო შენცო სად მე ვთხარი ფეხბურთზე ეხლა გაკვირვით რატომ ამბობიცი მაინც აჭარული მენტალიტეტი ქალს ფეხბურთზე რა ეხლა არა ეს იმ დროს თორემ ეხლა ფეხბურთზეც შევალ თქვათ და ქალს ფეხბურთზე რა უნდა ნუ ასეთი იყო და მიწევს ამ ჩემ კუთხეზე ჩემ აჭარაზე ლაპარაკი მაგრამ რა ვიყო რაც იყო იმას მომბობ და სად მე ვთხარი ფეხბურთზე ხო წამოდიო რა ეთო ვინ დაგინახავსო და ისაო ვიყიდიო აგერო ბილეთსო და ზღვაზე მაინც ვერ წამოვალო და წამოდი ჩვენს ერთად და ვიფიქრე რა ახლა ერთი ვინ მიცნობს ვინ დამინახავს და წავა მიყიდეს ბილეთები და შევედით თუ არა ამ სტადიონთან იქ ჯერ ერთი ჭიშკართან უნდა გაიარო მე მეორე და მე ადიხარ შენი ნომრით სტადიონზე ხო და შევაღე ეს პირველი ჭიშკარი და ჩემი ძმა გამხდა ჩემი ძმა არის ფეხბურთის გიჟი ის გიჟიო რომ იტყვია ის თამაშ გამოტევდა და იქ და აქ რა გინდაო რა ვიცი მე ვთხარი ასე იყო და ახლა უკან ვერ წავალ მე მარტო მეთქი გვიანია მეთქი და წამოვედი ფეხბურთზე მეთქი ხო კაი შემოდიო ახლა იმანაც ახლა მართლა ისე კი არ იყო რომ მაგიზავი მე დაგჭირდა რომ ქალი ფეხბურთზე მაგრამ რაღაც მიუღებელი იყო რომ ქალს რა უნდა ფეხბურთზე კაი შევედი შევყევი ახლა შევედი და
მეორე ჭიშკართან მივედი, რომ ეს ხელვაჩავრელი სადაც ხორობ, იქავრი მეზობლები, ბიჭები და აგენც გაკვირვებული მიყურებენ ახლა სადმე და სად ფეხბურთი, თან მე რა მინდა ფეხბურთზე და მე იქედან მეუბნები ახლა ის ძალიან ახლოს იყვნენ ჩემ ქმართან და ჩვენ ოჯახთან ძალიან ის ბიჭები და ეხა ისე იყო ხომ ბილეთები გაყიდული რომ ვისაც მოუწევდა დაჯდომა და ჩვენ ისე ერთიანი ბილეთები ავიღეთ რომ იქ ერთად მოწეოდა დაჯდომა და ჩემ ძმასაც გადაუცვალეს ბილეთი რომ ჩვენს ერთად ამჯდარიყო და ხო და ის ბიჭები მიძახიან ისაო გაზეთი იყიდე გაზეთიო და ციცხავს მაგაო გაზეთი იყიდეო და მივხვდი მეხმარებოდნენ ახლა ხო და მივდივარ და თან მეცინება და თან ვამბობ რომ დიდად გიჟიმი არ ვარ ფეხბურთს რო ვუყურო უბრალოდ იმ სიტუაციას რომ უკან მარტო წასვლას ხო და ჩემი ძმა მეუბნება რომ იქაო ზღვაზეო არ არის ტელეფონები კი არ დავურეკე ხო ამის თქმა მინდოდა იქაო ზღვაზეო და იმიტომ ჩამოვაკითხე ჩემ ქმარს თორემ მეტყოდა ბილეთები რომ იყიდა და ჩამოვაკითხე მაგიტომ ტელეფონები არ იყო ხო და ჩემი ცოლი არისო ზღვაზეო წასულიო ჩემი ძმა მეუბნება და წადიო შენო და მიაკითხეო იქაო სანამ შინით შემოვიდოდეს და მიაკითხეო და მე ვთქვა იქ სად უნდა ვეძებო იმ ხელა ზღვაზე გადაშლე ზღვაზე სად უნდა ვეძებო მე ვთქვარი შენი ცოლი ტელეფონი რომ არ იყო საიდან ნახავდი მაშინ უნდა მეულო მთელი ზღვის პირი რომ სადღაც მენახა და მაგიტომ შემომიყვანეს მე რომ უკანაც მარტო ვერ წავიდოდი და დროც აღარ იყო იმის რომ მივეყვანე იქამდე დავეტოვებინე თქვას და რაღაც და ასე რომ შევედით ახლა დავჯექით დაიწყო ფეხბურთი და ეს ხომ ზიან და ეს რანაირი კულტურა კიდე არ ვიცი და ამ სემიჩკებს რომ ჭამენ და ზოგი იქიდან გაფურთხებს ზოგი აქეთან ზოგი ვაი რა ვიცი და მე ნახე რომ ეს შუა თამაში რაღაც აგებს ეს ჩვენი გუნდი და აქ გაწყვიმდა ლანძღვა და გინება ჯერ რომ გაგონილი რომ არ მქონდა ისეთი სიტყვები და ვაიმე ვთქვი ახლა რა ჯანდაბა ვქნა ვძივარ ამ აქით ჩემი ძმაზის იქით ჩემი ქმარი და ამის იქით კიდე მისი მეგობარი და აქით კიდე ერთი ნაცნობი ჩვენი ნაცნობი ბიჭი და ვაიმე აქ ვთქვი რა ახლა რა გავაკეთო ამ გინებას ვუსმინო დიდად ვერ ხვდები თუმე ტელევიზორში რომ უყურებ სულ სხვანაირად უყურებ და იმაზე სტადიონზე საერთოდ სხვა არის რომელი დარბის და რომელი რას აკეთებს ამასაც ვერ ხვდები ვინ რას აკეთებს საერთოდ იმდენად ფეხბურთი საერთოდ არ მიყვარდა ხო და თქვი ამას როდის გავაახლა როდის გავადრო რომ ეს ამ გინებებს უნდა უსმინო თქვი ეს რა დამემართა და ვაიმე გავშრი აღარ დავჩი მე საერთოდ მასეთ უწმაწურ სიტყვებთან მასეთ გინებასთან მასეთ რაღაცებთან ვარ როგორიცი ჩემს ოჯახში მსგავსი სიტყვები არ არის ჩემს ქმრის ოჯახში მსგავსი სიტყვები არ არის ჩემი მამაჩემის ოჯახში მსგავსი ეს იყო როგორც კულმინაციას რომ მიაღწევს ადამიანი და იმ მომენტში შეიძლება რაღაც ამოთქვას პირიდან ისე მამაკაცები არიან რა თქმა უნდა მაგრამ ქალების თანდასწრებით არასოდეს ერთ ზედმეტ სიტყვას არ იტყოდნენ არც იქ და მე ასე გაზრდილი ასეთ იმაში მოუყევი ეს იყო ჩემთვის არ ვიცი ყველაფერს გეფიცებით ის ფეხბურთი დამთავდა როგორ დამთავდა რა მოხდა იგიც არ მახსოვს ხელები ასე მეჭირა რომ არ გამეგონა არაფერი და იმის მერე ვთქვი რომ სტადიონზე მართლა რა უნდა ქალს ან ცხოვრებაში არ წავა მართლა არ წავა ის იყო და ეს და მართლა არ გამიხედავ ის ეხლა ძალიან მოყვარული ვინც არის მე და ქალები დადიან როგორ არა მაგაგებით არ ვარ რომ არ წავალ იმიტომ რომ იმის მოსმენა ნამდვილად ჩემთვის არის საშინელება ის რა იყო თუ გიყვარს ახლა ყველაფერს აიტან და ყველაფერს არ მოусმენდა ფეხბურთს უყურებ ჩართული ხარ სულით და გულით მაგრამ მე რომ ფეხბურთი არ მაინტერესებს და ეს იყო ჩემთვის საშინელება საერთოდ ისეთი ტიპი ვარ რომ ამ ასეთ სიტყვებთან
მაგ ძალიან რეაგირება არ გამოუხატავ ეხლა სხვასთან და სხვას არ შევაფრინდები, მაგრამ არა, ვერ ვეგუები, არ შემიძლია და ქუჩაში რომ მივდივარ და ახალგაზრდა ბიჭები მოდიან და ცხვირწინ მოდიან და ხედავენ რომ დედის ტოლა ქალი ხარ. და ხომ შეიძლება მოერიდო ადამიანს და ასე ჩაგივლიან გვერდზე ჯერ შენ თუ არ აუქციე შეიძლება გაგიტანო. შენ გააუქციო ქალმა და მე ჩაგივლიან და ბოდიშით ამ სიტყვისა და ჩემი დედას როლიგინებიან ამაზე მაშინ მართლა მეკეტება და მაშინ მინდა რომ გავაჩერო და ვუთხრა რომ შვილო დედა ყავს სახლში დედასთან გაიმეორე გაძლევს მაგის უფლებას ეს მინდა უთხრა არა ორი ქმარი მყავს ორი ბიჭი გავზარდი ეხლა ისეთები კი არ არიან რაღაც სხვანაირად არ გაიგოს ვინმე ქალაჩუნები და თქვათ გინებაც იციან და ლანძღვაც იციან და თავის დაცვაც იციან და პასუხისმგებლობაც იციან და ყველაფერი იციან მაგრამ ისიც იციან რომ ქალებთან როგორ უნდა მოიქცენ და კაცებთან და საზოგადოებასთან როგორ უნდა მოიქცენ ეგეც იციან ეგ ასეთი გინება კიდევ ერთხელ ვამბობ დიდ ბოდიშს ვიხდი ჩემი დედას მაგინებელი შვილი რომ ოჯახში მყავდეს გეუბნებით არ შემოუშვი რატომ უნდა თქვა რატომ ხომ შეიძლება სხვა რამე ნახო სხვა სიტყვა მოძებნო სამაგისო და სხვა რამეზე შეიგინო ჩემთვის ეს არის ძალიან მიუღებელი რამ მე მაგ დროს მეკეტება მინდა გავაჩერო უთხრა აუხსნა რომ შვილო არ ხარ მართალი მაგრამ ვერიდები იმიტომ რომ რა ვიცი იქნება შემოგიბრუნდეს და ისეთი რამე გაკადროს რომ შეურაცხყოფილი დარჩე და ჯობია გაჩუმდე და ამიტომ მივდივარ მაგრამ მთელი 1 საათი ალბათ ის მესმის ყურში და ის მაწუხებს რომ ასე არ უნდა იზრდებოდეს ახალგაზრდა ქალი კი ბაშკაციც უნდა იყო გამყანიც უნდა იყო მამაკაცური უნდა იყო მაგრამ უნდა იცოდეს საზოგადოებაში მოქცევა და უნდა ეს რა თქმა უნდა არ ვიხები არავის ძალიან კარგი თაობა მოდის ძალიან კარგი ახალგაზრდობა მოდის მე ვლაპარაკობ იმ ერთეულებზე ვისაც ასეთი ქცევა აქვს იმას ვლაპარაკობ თორემ როგორ ვიტყვი ისეთი განათლებული ისეთი კარგი ისეთი ახალგაზრდა თაობა მოდის ისეთი შეგნებული რომ მართლა რა ვიცი მივესალმები ძალიან კარგი ახალგაზრდები არიან ჩვენი იმედები არიან და ჩვენი ქვეყნის იმედები არიან რა თქმა უნდა მაგრამ ეს ვლაპარაკობ იმ ახალგაზრდებზე ძალიან ბევრი შემხვედრია ქუჩაში მსგავსი და მიატანა ის როცა ამას მიჩვეული არის ადამიანი იმას ოჯახშიც იტყვის და დავიჯერო ოჯახში მშობელი არ აძლევს შენიშვნას არ ვიცი ახლა შეიძლება ძალიან ისე ცუდად ვიხები ამ თემას მაგრამ ჩემთვის რაც არის მიუღებელი იმას ვამბობ არა მე ჩემ შვილმა რომ ასე მოიქცეს და მასე გააკეთოს ეს არის კულტურა ჯერ შენი თავის დაფასება რომ გაგზრდილობა და რომ გაგშეგნება მეორედ არის სხვისი პატივისცემა მესამედ არის ქალების მიმართ პატივისცემა და მეოთხედ არის ის რომ ხვალ შენ ცოლს მოიყვან და შენი ცოლის პატივისცემა არის და დედის პატივისცემა არის ყველაზე პირველი კიდევ მე ეს რომ ოჯახში ასე დაინერგება და შვილი, მამა ასე იგინება და ასე ის მერე იშთამომავალიც ისე გაიზრდება და ლანძღვაგინება იქნება მთელ ოჯახში და იმ ოჯახში სტაბილურობა ვერ იქნება. მე ასე ვფიქრობ, არ არის საჭირო. ეხლაც როგორი მიტყვები. იმ დონეზე არ შემიძლია ამ თემასთან ვიყო გულგრილი და თქვა რომ მერე რა კაცია და შეიგინა. კი ბატონო, სადაც საჭიროა, კი, მაგრამ დედას ნუ შეეხება. წმინდა, ყველაზე სუფთა, ყველაზე
ღირსეული ადამიანი არის დედა და დედაზე კი ნუ იგინები. შეიგინე სხვა რამე და თუ გაქვს ნერვები მოშლილი და გაიარა და წადი. ეს ახლა თემას მოყვა და იმ ფეხბურთს მოყვა და მაგაზე ვამბობ და იმ სტადიონის მასაც ჩაგეგდებთ მე. შორიდან გადაღებულია, შიგნით ახლა მე არ ყოფილვარ. ბათუმის სტადიონსაც გაჩვენებთ. ხო მეგობრებო, არ ვიცი, ხა შეიძლება ცოტა ემოციურად თქვი, რაღაც თქვი, მაგრამ მე ჩემ ხასიათ, ჩემ თვისებას ვყვები თქვენს წინაშე, როგორი ვარ და მე მგონი აქ ისეც არაფერს არ ვამბობ, რომ ვიღაცისთვის გასაკვირი დარჩეს. მე მგონი პირიქით ფიქრობ, რომ ნორმალურ ოჯახში ასეც უნდა იყოს. არავის არ ვეხები ნამდვილად, არც ხვის ოჯახებს ვეხები, არც ხვის შვილებს ვეხები, მე ვამბობ იმას, რომ არ მიმაჩნია სწორად და ვისაც როგორ უნდა ისე იცხოვრებს ამ ქვეყანაზე, მაგრამ ჩემთვის არის მიუღებელი. ის კულტურა მაინც უნდა გააჩნდეს იმ ახალგაზრდას, თქვა, მამაკაცი იყოს, რა მნიშვნელობა აქვს ახალგაზრდა თუ შუახნის მამაკაცი. ის კულტურა, რომ ქალი რომ გვერდით გაგივლის, ქალი იქ ენა გააჩერე და გაივლის და მერე თქვი რაც გინდა საქმე და ნუ ეხები შენ დედას და ქალის წინ მორიდება იქონია. მაწუხებს ეს ამბავი და რა არა. კარგით მეგობრებო, შევეშვები ამ თემას. ასე რომ მეგობრებო, ბედნიერ და წარმატებულ დღეს გისურვებთ, დაგიტოვებთ ახლა მხოლოდ იმ პატარა მონაკოც სტადიონის და აგროჰაბის ვიდეოს. პროექტ ბათუმის სტადიონი. იქნება შორიდან გადავიღო მე და გაჩვენოთ. ასე ახლოდან კარგად არ ჩანს. აი, ეხლა უკეთესად გაჩვენებთ. ნახეთ, აი სტადიონი. აქ არ ვარ ნამყოფ ამ სტადიონზე. და ადრე ძველ სტადიონზე კი ვარ ნამყოფი. მე მაგ ისტორიას საიდან აღმოუჩნდი სტადიონზე. მაგ ისტორიას მოგიყვებით ერთ ვიდეოში. აგროჰაბს მოვედი, არ ვიცი, შიგნით შევალ თუ არ შევალ, გარედან მაინც გაჩვენებთ. ბათუმის აგროჰაბი. აი, მეგობრებო, ისეთ კარგ მაღაზიაში მოვედით. ყველაფერი არის სავსე, ფასები რა თქმა უნდა არის საკმაოდ მაღალი, მაგრამ ხარისხები არის იდეალური. ნახეთ, რა კარგია. ხო, კიდევ ჩემს რძალს გამოვყევი, თორემ მე არაფრის ყიდვას არ ვაპირებ. ნახეთ, როგორია, ყველაფერი გადასარევია. ეს 199 ლარია ერთი სკამი, ანუ 200 ლარი. ეს უკაწრავი მაგიდებია უკვე შემოსული ძირითადად. მართლა უკაწრავია ეს ისეთია. ამის ფასი არის 3384. საწოლები. ისეც როგორი კომფორტულია. 1447 ლარი. ყველაფერი მომწონს, ხო, ისეთი კარგია, ისეთი კარგია. ფასები ძალიან მაგარია. მაგარი რა, მაღალი. აი ნახეთ. ეს არის წვანე ფერის. ფასი არის ნახეთ 3300 რაღაც. კედან ვერ გავალ. ეს არის ბათუმში იუსტიციის სახლთან ახლოს. ძალიან მაგარი ავიჯია. მართლა ვთქვათ. ძალიან მაგარი. აი მე რომ მაგიდა მომწონს, ამ მაგიდის ფასი არის
2785. ანუ მომწონს, თორემ მე ვერ ყიდულობ მაგას. ასეთი პატარა მაგიდა. ამის ფასი არის ეს კამების ფასია, მაგიდის ფასი არის 504 ლარი. მაგრამ პატარაა ძალიან. აი ნახეთ. სკამებს აქვს ძალიან მაგარი ფასი, მაღალი. ყველაფერია ერთ სივრცეში.